ღირსი პორფირი კავსოკალიველი. ღვთისნიერ ადამიანს ყველაფერი ლოცვაში გადააქვს. ღმერთ სურს, რომ ანგელოზებს ვემსგავსოთ, რომლებიც მხოლოდ უფალს ადიდებენ. მხოლოდ ღვთის დიდების მეტყველებაა მათი ლოცვა. იგი ფაქიზი რამაა და ადამიანურ გაგებას სცილდება. ჩვენ ძალიან ნივთიერი, მიწიერი ადამიანები ვართ, ამიტომაც ვლოცულობთ ანგარებით ღვთის მიმართ. ვევედრებით ჩვენი ცხოვრების უკეთმოწყობას, ვაჭრობაში, წარმოებაში, ჯანმრთელობაში, წარმატებას ვითხოვთ, ბავშვთა კეთილდღეობას, მაგრამ ჩვენ ადამიანურად და ანგარებით ვლოცულობთ. დიდების მეტყველება კი უანგარო ლოცვაა. ანგელოზები რაიმეს მისაღებად კი არ ლოცულობენ, არამედ ისინი უანგაროები არიან. ღმერთმა ჩვენც მოგვანიჭა ამის შესაძლებლობა, რათა ჩვენი ლოცვაც განუწყვეტელი დიდების მეტყველება ყოფილიყო, ანუ ანგელოზებრივი ლოცვა. დიდი საიდუმლოა ამაში. როცა ასეთ ლოცვაში შევალთ, მაშინ განუწყვეტლივ ვადიდებთ უფალს და ყოველივეს მას მივანდობთ ჩვენი ეკლესიის ლოცვისამებრ. ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ. ეს ჩვენი რელიგიის უმაღლესი მათემატიკაა. ჩვენი სჯული სრულყოფილია, მასში ღრმა ფილოსოფიური აზრია. რაც უბრალოა, ის უმეტესად ღირებულია. სულიერ ცხოვრებაშიც უბრალოდ, მშვიდად და ძალდაუტანებლად იღვაწეთ. მამათა სიტყვების კითხვით, ფსალმუნთა დასწავლით, წმინდა წერილის ამონარიდებით, საეკლესიო გალობით და ლოცვით სული იწმინდება და ნათლდება. ამგვარ სულიერ წვრთნას შეუდექით და სხვა ყოველივე დაუტევეთ. ღმერთის მსახურებას ჩვენ შეიძლება მსუბუქად, უსისხლოდ შევუდგეთ. ორ გზას მივყავართ ღმერთთან, მკაცრ, დამქანცველ, ბოროტისადმი დაუნდობელი ბრძოლის გზას და იოლ გზას, სიყვარულის მეოხებით. მრავალმა ადამიანმა მკაცრი გზა აირჩია და სისხლი დაღვარა სულის მოსაპოვებლად, სანამ დიდ სათნოებას არ მიაღწიეს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მოკლე და სწორი გზა ეს არის სიყვარულის გზა და მას მისდიეთ. ანუ თქვენ შეგიძლიათ სხვა საშუალებებს მიმართოთ. ღვთისა და ეკლესიის სიყვარულში წარსამართებლად განისწავლოთ და ილოცოთ. თქვენი სულის კუნჭულებიდან წვდიადის განსადევნელად ნუიბრძოლებთ. პატარა ჭუჭრუტანა გამოხსენით, რათა სინათლემ შემოაღწიოს და წვდიადი განქარდეს. ვნებებისა და უძლურების მიმართაც იგივე მოიმოქმედეთ. ნუ კი შეებრძოლებით მათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების იმედით. არამედ ბოროტების სიძულვილი ძალად აქციეთ. განისწავლეთ ტროპარებით, კანონებით, გულმოდგინე ღვთისმსახურებით, ღვთის სიყვარულით. ყველა ჩვენი საეკლესიო წმინდა წიგნი, როახმათა, ჟამნი, თვენი, წმინდა სიტყვებს შეიცავენ, ქრისტეს სიყვარულის სიტყვებს. სიხარულით და სიყვარულით იკითხეთ ისინი. როდესაც ამას გულმოდგინედ შეუდგებით, მაშინ თქვენი სული ყველაზე ნაზი და საიდუმლო გზით განიწმინდება. თავადაც კი ვერ მიხვდებით, როგორ მოხდა ეს. წმინდათა ცხოვრებებმა და ყველაზე მეტად კი ღირსი იოანე კალივატელის ცხოვრებამ მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა. წმინდანები ღვთის მეგობრები არიან. შეგიძლიათ დატკბეთ მათი ღვაწლის გაცნობით და მიბაძოთ მათ ცხოვრებას. წმინდანები სრულიად შეუდგნენ ქრისტეს. ასეთი სწავლების მადლით თანდათან მოიპოვებთ მშვიდობას, სიმდაბლეს, სიყვარულს და სულიც ნეტარი იქნება. საკუთარი თავის გამოსასწორებლად ნეგატიურ საშუალებებს ნუ გამოიყენებთ, ნუც ეშმაკის შეგეშინდებათ, ნურც ჯოჯოხეთის და ნურც ნურაფრის. ეს წინააღმდეგობას უწყობს ხელს. მე ამაში თავადაც მაქვს მცირედი გამოცდილება. მიზანი საკუთარი თავის დაზიანება კი არ არის, ან გამოსასწორებლად თავზე ძალადობა. არამედ მიზნად უნდა გქონდეთ, რომ იცხოვროთ, გაიწვრთნათ და ილოცოთ, რათა ქრისტეს სიყვარულსა
და ეკლესიის სიყვარულში წარემატებოდეთ. ეს არის ქრისტესთან შეერთების ის წმინდა და მშვენიერი მცდელობა, რომელიც სულს ახარებს და ყოველგვარი ბოროტებისგან ათავისუფლებს. ქრისტეს სიყვარული, მისი წყურვილი და მასში ცხოვრება პავლე მოციქულის მსგავსად ამომითქვამს. ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არ ჩემთანა ქრისტე. აი რა არის თქვენი მიზანი. სხვა მცდელობები და ეს საიდუმლო იდუმალი იყოს. ქრისტეს სიყვარული უნდა მეფობდეს. ეს უნდა იყოს გონებაში, აზრებში, წარმოდგენაში, გულში, სურვილებში. ეს მცდელობა ყველაზე დაძაბული ძალისხმევა უნდა იყოს, რომელიც გულისხმობს თუ როგორ შეხვდებით ქრისტეს, როგორ შეუერთდებით მას მხურვალედ და როგორ მიიღებთ თქვენში უფალს. ყოველი თქვენი უძლურება დაუტევეთ ღმერთს. ნუ მიმართავთ მათკენ მთელ თქვენ სულიერ ძალებს, რათა მათ შესახებ წინააღმდგომა სულმა არ შეიტყოს, არ გაწამოთ, არ დაგადამბლაოთ და სასოწარკვეთაში არ ჩაგაგდოთ. არაფერი არ იღონოთ, ნუ დაეყრდნობით საკუთარ ძალებს მათგან გასათავისუფლებლად. უბრალოებით და სიმშვიდით იღვაწეთ ზეწოლისა და სტრესის გარეშე. ნუ იტყვით, რომ ახლა თავს ვაიძულებ ლოცვას, რათა სიყვარული მოვიხვეჭო, სათნო შევიქმნა და სხვა. საკუთარ თავზე ზეწოლა და ძალდატანება არ არის კარგი. ასე თქვენ უკუშედეგს მიიღებთ. დაეყოველივე მსუბუქად ძალდატანების გარეშე თავისუფლად აღსრულდეს და ნუ იტყვით, ღმერთო ჩემო, გამათავისუფლე ამა და ამისაგან, მაგალითად მრისხანებისგან, მწუხარებისგან. ცუდია, როცა რომელიმე კონკრეტული ვნებისთვის ლოცულობთ ან ფიქრობთ მასზე. ჩვენ სულში რაღაც ხდება და ჩვენ კიდევ მეტად ვიბნევით. ეკვეთე აბა ვნებას და მაშინ ახავ როგორ შეგიპყრობს იგი და შენ ვერაფერს გააკეთებ. განსაცდელს პირდაპირ ნუ შეებრძოლებით, ნუ ითხოვთ მისგან გათავისუფლებას და ნუ იტყვით, აღიღე იგი ღმერთო ჩემო. ამით თქვენ მნიშვნელობას ანიჭებთ განსაცდელს და ითრგუნებით, რადგან გათავისუფლებას კი ითხოვთ, მაგრამ თქვენ მისი ხსოვნა გაქვთ და მეტად ცხოველს ხდით მას. რა თქმა უნდა, განსაცდელისგან გათავისუფლების სურვილი გექნებათ, მაგრამ იგი ღრმად დაფარული, შეუმჩნეველი და კრძალული უნდა იყოს. ეს საიდუმლოდ უნდა ხდებოდეს. გაიხსენეთ, რას ამბობს წმინდა წერილი. ნუ სცნობნ მარცხენაი შენი, რასა იქმოდეს მარჯვენა შენი. დაემთელი თქვენი ძალა ღვთის სიყვარულისკენ, ღმერთის მსახურებისკენ იყოს მიმართული. ჩაეკარით უფალს. ამ გზით თქვენ და უნებლიეთ და უზრუნველად საიდუმლოდ გათავისუფლდებით ბოროტისგან და უძლურებისგან. თავად ასეთ ძალისხმევას ვიჩენ და მიმაჩნია, რომ ეს არის განწმენდის, უსისხლოდ გაწმენდის საუკეთესო საშუალება. ანუ უმჯობესია სიყვარულს მიეცე კანონების ტროპარებისა თუ ფსალმუნების კითხვისას. ამ სწავლებას და ტკბობას საკუთარი ძალისხმევის გარეშე მიჰყავს ჩემი გონება ქრისტესთან და გულს მიტკბობს. იმავდროს ვლოცულობ წადილით ხელაპყრობილი სიყვარულით და სიხარულით და უფალს თავის სიყვარულში ავყავარ. ჩვენი მიზანიც ეს არის, იქ უფალთან მისვლა და რას იტყვით, განა ეს უსისხლო გზა არ არის. სხვა მრავალი გზაც არსებობს, როგორიცაა მაგალითად სიკვდილის, ჯოჯოხეთის, ეშმაკის ხსოვნა. ამ გზით შიშით და ანგარიშგებით გავურბივართ ბოროტს. მე უმცირესი ცხოვრებაში არასოდეს ვიყენებდი ამ მომქანცველ საშუალებებს, რომლებიც წინააღმდეგობებს პროვოცირებენ და ხშირად უკუშედეგამდეც მივყავართ. სული განსაკუთრებით კი მგრძნობიარე სული, სიყვარულით ხარობს და აღბრთოვანდება, ძლიერდება და ყველა ცუდსა და უარყოფից გარდაქმნის. ამიტომ მე იოლი გზა მირჩევნია, ანუ ის გზა, როდესაც ჩვენ წმიდათა კანონებს ვკითხულობთ. კანონებში კი იმ საშუალებებს შევხვდებით, რომლებსაც წმინდანები, ღირსები,
მოღვაწეები და მოწამეები იყენებდნენ. კარგია მათი მიბაძვა, ჩვენც იგივე უნდა ვაკეთოთ, რასაც ისინი აღასრულებდნენ. ისინი ქრისტეს სიყვარულს ეძლეოდნენ, უფალს თავის გულს სრულად უძღვნიდნენ, მივბაძოთ მათ გზას. ყველაფერი კეთილი და სასარგებლო წმინდა წერილისგან იღებს სათავეს. სულიერი ღვაწლის საიდუმლოს შესაცნობად განუწყვეტლად უნდა იკითხოთ იგი. ჩემი საყვარელი წიგნის სიბრძნე სოლომონისას მე-9 თავში ნათქვამია: ღმერთო მამათაო და უფალო წყალობათა შენთაო, რომელმან შექმენ ყოველი სიტყვითა შენითა და სიბრძნითა შენითა დაბადე კაცი, რათა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა და განაგებდეს სოფელსა ღირსებათა შინა და სიმართლეთა და სიწრფოებასა შინა, სულისა ჯარათა საჯოს. მომეცმე შენთა საყდართა თანა ჯდომილობისა სიბრძნე და ნუ განმაშორებ მე მონათაგან შენთა, რამეთუ მე მონა შენი და ძემხევლისა შენისა, კაცი უძლური და მცირედ ჟამეული და მოკლებულ გონებათა შინა სასჯელისა და სჯულისა. ჩვენ ხედავთ თუ როგორი სიმდაბლით თხოვს აქ ბრძენი სოლომონი ღმერთს სიბრძნეს. ღმერთმაც უხვად მიანიჭა მას ყოველი სიბრძნე, რომლისთვისაც სოლომონ ბრძენი წერს, რომ ყოველი სიბრძნე, რასაც წერს, მისი საკუთრება არ არის. არამედ მისი სიტყვები იმავე სულით არიან შთაგონებულნი, რომლითაც საღვთისმსახურო კანონთა სიტყვები დაიწერა. ამიტომ კანონებიც ძლიერ მიყვარს, იკითხეთ და დატკბით მათით. ამგვარად მოიპოვებთ ღვთიურ სიყვარულს. გულისხმავყოთ ყოვლადწმინდა სამების კანონის სიტყვები. სამებასა სამ გვამოვნებით ვუგალობთ, ერთითა ბუნებითა, უცვალებელსა ხატსა, სახიერსა, კაცთმოყვარესა ღმერთსა, რათა მოგვანიჭოს ცოდვათა შენდობა. აბა თუ მეტყვი, საიდან ვიცი ეს? გარდარეული ვარ და მთვრალი, საღმრთო ღვინით ვითვრები და ვერ კმაყოფილდები. საღმრთო ზიარების ლოცვებშიც არის ნათქვამი და ეგრეთ ამის ცხოვრებისაგან განსრული, სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოსათა მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო, სადა მე დღეს სასწაულეთა ხმაი დაუსრულებელ არს და წარუალი სიტკბოებაი მათი, რომელნი ხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი და გამოუთქმელი სიხარული მოყვარეთა შენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე. ამინ. ქრისტე ყველა ზეიმის და სიხარულის ცენტრია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით და მთელი სიღრმით ვერ წვდებით მას, რადგან ღმერთი უსაზღვროა, ეს საიდუმლოა, ეს მდუმარებაა. ღმერთი მეტად იდუმალია, მაგრამ ყველგამყოფია. ჩვენ ღმერთით ვცოცხლობთ, ღმერთით ვსუნთქავთ, მხოლოდ მის სიდიადეს, მის განგებას ვერ გრძნობთ. უფალი ხშირად ფარავს მისი ღვთაებრივი განგებულების ქმედებას, მაგრამ როდესაც წმინდა სიმდაბლეს მოვიხვეჭთ, მაშინ ღვთის მიერ ყველაფერს ვხედავთ, სრულიად ღვთის მიერ ვცხოვრობთ და აშკარად გრძნობთ მის საიდუმლოს. მაშინ უფალი გვიყვარდება და ეს არის ის, რასაც უფალი ეძიებს. პირველი, რასაც ღმერთი ესწრაფვის, ეს არის ჩვენი ბედნიერება, როგორც თავად ბრძანებს. შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არის დიდი და პირველი მცნება. ასეთი სიყვარული ჰქონდათ წმინდანებს, ასე უყვარდა ღმერთი ღაზელ ეპისკოპოს წმინდა პორფირსაც, რომლის სახელსაც მე ვატარებ. მისადმი კანონში მე-6 გალობის პირველ ტროპარში ნათქვამია: ჭეშმარიტისა სანატრელისა ღირს იქმენ რა პორფირი, მოთმინებითა ვნებანი დათრგუნე და შეუდექი ღმერთსა, გიხაროდენ მწყემსთა და იერარქთა სახიერო კანონო.